რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. მე გახლავართ დავით ოყუჯავა, გადაცემის წამყვანი, დადიანების სასახლეთა მუზეუმის დირექტორი. წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ დადიანობაზე. ვისაუბრეთ ამ გვარის წარმომავლობაზე, გავიხსენეთ სხვადასხვა ცნობილი ადამიანების კვლევა და მათი გამონათქვამები გვარის წარმოშობასთან დაკავშირებით. დეტალურად ვისაუბრეთ გვარის იმ წარმომადგენლებზე, რომელთაც დღეს ზუგდიდში გვაქვს დადიანების სასახლეთა კომპლექსი. მასში შემავალი ბოტანიკური ბაღით, იმ სახით, რა სახითაც ის არსებობს დღეს ჩვენთვის. ეს გახლავთ დავით დადიანი, ეკატერინე ჭავჭავაძე, ნიკო დადიანი, მისი მეუღლე მერი ადლერბერგი. დღეს ვისაუბრებთ ანდრია დადიანზე და სალომე დადიანზე. დავიწყოთ დავით დადიანის და ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟით. ანდრია დადიანი 1950 წელს დაიბადა. ურწყინვალესი თავადი ანდრია დადიანი გვარში იყო ერთადერთი, რომელსაც დადიანის გვარის დარების უფლება ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ნიკო დადიანმა დათმო სამთავროს მმართველობა და მენგრელსკის ტიტული მიიღო. მხოლოდ ანდრია დადიანს უმცროს ძმას ჰქონდა დადიანის გვარის დარების უფლება. ანდრია დადიანმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ჭადრაკის თამაშიც დედამ ასწავლა. შეიძლება ითქვას, ანდრია დადიანი არის პირველი მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოჭადრაკე. სამწუხაროდ, მთელი მსოფლიო მას მაშინ როგორც რუს მოჭადრაკეს ისე იცნობდა. მისი სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში. 1873 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1874 წელს მსახურობდა ცარსკოეს სელოში, ლეიბგვარდიის პოლკში. აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის ომში 1877-78 წლებში. ბალკანეთის ნახევარკუნძულის განთავისუფლებისთვის ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის ანდრია და მისი ძმა ნიკო ოქროს ხმლებით დაჯილდოვდნენ. 1879 წლიდან ეწეოდა დიპლომატურ მოღვაწეობას რომში, რუსეთის საელჩოში. თავისუფლად საუბრობდა რუსულად, ფრანგულად, გერმანულად, ინგლისურად, ესპანურად და იტალიურად. ანდრია ძალზე პოპულარული იყო იმპერიის ელიტარულ საზოგადოებაში და სამეფო კარზე. 1900-დან 1904 წლამდე ანდრია მონტე-კარლოს საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრეზიდენტი იყო. მისი თაოსნობით დაწესდა რამდენიმე პრიზი ლამაზი პარტიებისათვის. 1897 წელს ინგლისური ჟურნალი British Chess Magazine წერდა: სამეგრელოს თავად დადიანის საჭადრაკო პარტიები საუცხოოა და საჭადრაკო ლიტერატურაში დარჩება როგორც შედევრი. დადიანს უთამაშია მსოფლიოს ისეთ ცნობილ მოჭადრაკეებთან, როგორებიც იყვნენ ბერნსი, იგნაც კოლიში, როზენტალი, დიუბუა, შუმოვი, უნგრეთის მოჭადრაკე იგნაც კოლიში, პარიზის საიმპერატორო საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. 1877 წლის აგვისტოში გამოჩენილი მაესტრო კოლიში ანდრია დადიანს უნგრეთში შეხვდა. კოლიში ამ დროს დიდების მწვერვალზე იყო. კოლიშმა და დადიანმა ჰამბურგში რამოდენიმე საჭადრაკო პარტია ითამაშეს. ჩვენამდე მხოლოდ სამმა მოაღწია. ორი პარტია 1892 წელს ინგლისურმა საჭადრაკო ჟურნალმა Chess Monthly გამოაქვეყნა. მესამე ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახება. მიხეილ ჩიგორინი 19 საუკუნის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონობის ძირითადი პრეტენდენტი ჭადრაკში. მიხეილ ჩიგორინმა და ანდრია დადიანმა საკონსულტაციო პარტიები ითამაშეს ცნობილი ფრანგი მოჭადრაკის ანრუ დე რივიერას და სხვების წინააღმდეგ. ამ შეხვედრებიდან ორი პარტიის ფინალი 1903 წელს დაიბეჭდა კიევში. შიფერსის მიერ რედაქტირებულ წიგნში სამეგრელოს პრინცის დადიანის პარტიების ენდშპილები, დაბოლოებები, ანუ მოგვიანებით დადიანსა და ჩიგორინს შორის ურთიერთობა ძალზე დაიძაბა. 1903 წელს მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირზე ანდრიამ, როგორც საპატიო თავმჯდომარემ, მიხეილ ჩიგორინი ტურნირიდან გარიცხა. როგორც მოგახსენეთ, ანდრია დადიანს უთამაშია ისეთ ცნობილ მოჭადრაკეებთან, როგორებიც იყვნენ ბერნსი,
დიბუა, შუმოვი, როზენტალი, იგნაც კოლიში. მიმოწერა ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონებთან, სტეინცთან და ემანუელ ლასკერთან. ანდრია დადიანი მეგობრობდა იოანე ტურგენევთანაც. თავადი გარეგნულად იმდენად მიმზიდველი მამაკაცი ყოფილა, რომ გერმანიის ერთ-ერთ გამომცემლობას მისი გამოსახულებით ფერადი საფოსტო ბარათი დაუბეჭდავს დიდი ტირაჟით. ანდრიას განსაკუთრებულ გატაცებას სუსტი სქესი წარმოადგენდა და ბუნებრივია, არც ქალები ამჟღავნებდნენ მის მიმართ გულგრილობას. თანამედროვე მოგონებებმა უბრწყინვალესი თავადის რამდენიმე სასიყვარულო თავგადასავალი შემოინახა. ერთხელ ნევის პროსპექტზე ეტლით სეირნობისას მოპირდაპირე მხარეს ანდრიას ლამაზი ქალი დაუნახავს. როცა გაცნობაზე უარი მიუღია თავადს, იგი პირდაპირ პროსპექტიდან მოუტაცია. ეს ამბავი პეტერბურგში სკანდალური გამხდარა, რადგან გატაცებული ქალი ერთ-ერთი გრაფის შვილი აღმოჩნდა, რომლის დედაც რუსეთის დედოფლის ფროელინა ყოფილა. იმპერატორს ანდრია დაუბარებია და ქალის ცოლად შერთვა უბრძანებია, მაგრამ დადიანს სასტიკი უარი განუცხადებია, რის შემდეგაც თავადი დროებით კიევში გადაასახლეს. მიუხედავად ასეთი სასჯელისა, რა თქმა უნდა, ბჭყალებში, ანდრიამ ქალების დევნა არ დაასრულა. როდესაც ერთ-ერთმა ფრანგმა ქალმა მის სიყვარულზე უარი თქვა, დადიანმა შურისძიება საკმაოდ დამამცირებელი ფორმით გამოხატა. მას პარიზში ბაღში მოსეირნეს დაუნახავს მისი უარმყოფელი ქალი, რომელიც კაფეში სხვა მამაკაცთან ერთად შამპანურს მიირთმევდა. ეს სასმელი მაშინ ევროპაში საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება იყო. ანდრიამ ოფიციანტს იმავე კაფეში უმაღლესი ხარისხის შამპანური მოატანინა და ქალის დასანახად თავის ცხენს დაალევინა. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, ახალი და უახლესი ისტორიის ფონდში ინახება დადიანის ოჯახის ფოტოკოლექცია. ამ კოლექციაში ძალიან ბევრია ანდრია დადიანის კუთვნილი ფოტოები, რომელზეც გახლავთ ქალბატონები გამოსახული. მუზეუმში ხუმრობაც კი არსებობს ესეთი ანდრიას ქალები, ან ანდრიას ქალების კოლექცია. სხვათა შორის ძალიან ბევრი ამ ქალთაგან უცნობია და მათი ფოტოები დაბეჭდილია ალბომში დადიანები. რამოდენიმე განსაკუთრებით ცნობილი ქალბატონი გახლავთ. მაგალითად, ბარონესა დელაროში, პირველი პილოტი ქალი, რომელიც ანდრია დადიანის მეგობარი გახლდათ. ასევე თავადის ქალი იურევსკაია, რომელიც მაღალ საზოგადოებაში საკმაოდ ცნობილი ქალბატონი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ანდრია დადიანს ქალბატონების საკმაოდ პიკანტურ ფოტოებსაც უგზავნიდნენ, რომელსაც იგი საგულდაგულოდ ინახავდა. დღეს ეს ფოტოები, როგორც მოგახსენეთ, დაცულია დადიანების სასახლეთა მუზეუმის კოლექციაში. ასევე კოლექციაში ინახება საფრანგეთში ცნობილი მერი ლორენის ფოტო. ქალბატონი საფრანგეთში ცნობილი იყო კოკოტეს სახელით. ცნობილი ქალბატონი მრავალი მხატვრის მუზა იყო, ცხოვრობდა პარიზში. კარიერის დასაწყისში როლებს უღიმღამო სპექტაკლებსა და პატარა რევიუებში აძლევდნენ. ერთ-ერთ ასეთ წარმოდგენაზე შეხვდა გენერალ დე კანრობერს, რომელმაც ნაპოლეონ მესამის ოჯახის დანტისტი ტომას ევანსი გააცნო. ევანსმა მსახიობთან რომანი გააბა და ამაში ყოველწლიურად 50,000 ფრანკს იხდიდა. როდესაც ფინანსურად მოძლიერდა, მერი ლორენმა იმ დროის ცნობილ მხატვრებთან დაიწყო ურთიერთობა, მაგრამ არც ევანსთან წყვეტდა კავშირს. მალე მსახიობმა ედუარდ მანე გაიცნო, რომელმაც 1876 წელს დახატა კიდეც. მერის წარმატების მიზეზი მანე გახდა. დღეს მის ფოტოს შეხვდებით ანდრია დადიანის ქალების ფოტოკოლექციაში. სიცოცხლის ბოლოს 20 წელი ანდრია დადიანმა კიევში გაატარა, სადაც ბრწყინვალე ორსართულიანი სასახლე აიშენა. ადრე დაავადდა, ხელზე დამბლა დაეცა და ენა წაერთვა. იგი სიმარტოვეში გარდაიცვალა. მისი ცხედარი დამ სალომე მიურატმა საქართველოში ჩამოასვენა და მარტვილის საკათედრო ტაძარში დაკრძალა. სალომე დადიანი და აშილ მიურატი. სალომე დადიანი მიურატისა, დავით დადიანის და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი. მისი მეუღლე აშილ შარლ ლუი ნაპოლეონ მიურატი. შვილები ლუსიენ შარლ დავითი, ნაპოლეონ ლუი აშილი და ანტუანეტა ბებე კატერინა. 1857 წელს სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ პარიზში ჩასულმა ეკატერინე დადიანმა მალე გაიცნო საიმპერატორო ოჯახის წევრები და ნათესავები, მათ შორის აშილ შარლ ლუი ნაპოლეონ მიურატი. სწორედ მასზე დაქორწინდა 1868 წლის 18 მაისს ეკატერინეს ქალიშვილი სალომე. აშილი 21 წლის იყო, სალომე 20-ის. შევხედე ღირსშესანიშნავ პრინცესა დადიანს, სამეგრელოს დედოფალს და მის ახალგაზრდა ვაჟიშვილს, რომლებსაც ახლდათ ბრწყინვალე ამალა, გამოწყობილი ძველ აზიურ კოსტიუმებში. აქ ვნახე პირველად ახალგაზრდა პრინცესა, რომელიც სილამაზით ძალიან ჰგავდა დედას. წერს ერთ-ერთი მიურატი. ვინ არის ეს სამეგრელოს თავადის ასული? ახალგაზრდა მიურატს რომ გახვაცოლად. იქნებ შამილის ტყვე ქალის შვილია? მისი თავდაგადასავალი სადღაც
ამი კითხავს. წერდა პროსპერ მერიმე ივანე ტურგენევს შვენიერი სალომეს შესახებ. ქორწინების შესახებ მსოფლიო პრესა წერდა. მაგალითად Daily News-ი ლონდონში. დღეს დილით პრინცმა აშილ მიურატმა და სამეგრელოს პრინცესა სალომე ტიულრის სამლოცველოში იქორწინეს. საღამოს 9-ზე უფრო გრანდიოზული ცერემონია იგეგმება რუსულ ეკლესიაში, სადაც ქორწინება ბერძნული რიტუალის შესატყვისად ჩატარდება. იმპერატორმა ახალგაზრდა პრინცს საქორწილო საჩუქრად 40,000 ლეი აჩუქა, ხოლო პრინცესას ძმამ პარიზში მშვენიერი რეზიდენცია გადასცა. ბედნიერი წყვილი სამეგრელოსკენ გეს ხვალ აიღებს. წერს, როგორც მოგახსენეთ, Daily News-ი. The Pall Mall Gazette 1868 წლის 30 აპრილს წერდა, ინციდენტი, რომელიც წინ უძღოდა პრინც აშილ მიურატისა და სამეგრელოს პრინცესა სალომეს ქორწილს, თვალსაჩინო მაგალითია გამონათქვამისა, ჭეშმარიტი სიყვარული არასოდეს მიედინება მშვიდად. ცერემონია, რომელიც მომდევნო კვირას უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. პრობლემა გამოიწვია იმ მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის უქონლობამ, რომელსაც სამეგრელოში ეძებდნენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა მეფე ძალიან დაამწუხრა. ცერემონიას საფრანგეთის იმპერატორი და მისი მეუღლე დაესწრებიან. მერიმეს მსგავსად, ევროპის მაღალი საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა დადიანის და მიურატის ქორწინებით. ჯვრისწერა ტიურლის კარის ეკლესიაში, საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ მესამისა და დედოფალ ევგენია მონტიხის თანდასწრებით დასრულდა. წყვილს რუსეთის მონარქმა 20,000 ფრანკი უძღვნა, ხოლო იმპერატორმა ნაპოლეონმა თავის ძმის წულს 1 მილიონი დაუნიშნა. ამასთან ერთად მონსოს ბაღის ახლომდებარე პერეირასის მშვენიერი სასახლე უყიდა. იმდროინდელი ფრანგული პრესა ახალდაქორწინებული წყვილის შესახებ ბევრს წერდა. პრინცესა სალომე დადიანი, ნათქვამია ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში, იყო გრანდიოზული და წარმტაცი, როგორც დედამისიც. ცხოვრობდა სასტუმრო ლუვრში. საფრანგეთის მაღალი წრის საზოგადოება თავს იყრიდა მათთან. დადიანების გვარის წარმომადგენლები დიდი ხანია მეფობენ სამეგრელოში, კავკასიის სამხრეთ პროვინციაში, სადაც ამბობენ, რომ ქალები ლამაზები არიან. დადიანის სიძე აშილ მიურატი ნიუ-ჯერსის შტატში დაიბადა. კარგი გარეგნობით გამოირჩეოდა, იყო უაღრესად გულკეთილი და თავაზიანი. ამერიკული წარმოშობის მიუხედავად, აშილი უფრო პარიზელს გავდა ვიდრე ამერიკელს. სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან ლეიტენანტის წოდება მიიღო. აშილს მეტად წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა. 1867 წელს პირველად დააჯილდოვეს, მოგვიანებით კი სამხედრო სამსახური ალჟირში განაგრძო, სადაც მეუღლესთან ერთად გაემგზავრა. სალომე დადიანსა და აშილ მიურატს პირველი ვაჟიშვილი ლუსიენი მუსტაფაში შეეძინათ. 1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომის დაწყებისთანავე აშილ მიურატი, როგორც საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ მესამეს ადიუტანტი, სასწრაფოდ დაიბარეს სამშობლოში. მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. ნაპოლეონი და აშილი ტყვედ ჩავარდნენ. საფრანგეთის პარლამენტმა კი მონარქია გაუქმებულად გამოაცხადა. მიურატი ამ მოვლენის შემდეგ თანდათან ჩამოშორდა პოლიტიკას და სამეგრელოში მეუღლის მამულში დასახლდა. განათლებულ და მეურნე ევროპელთა მსგავსად, მან გულმოდგინედ მიჰყო ხელი საქმიანობას. გამოიწერა საფრანგეთიდან სხვადასხვა ჯიშის ვაზი და ხელახლა მოაშენა ჩვენში თითქმის სრულიად გამქრალი ოჯალეში, რომლისგანაც საუკეთესო ღვინოს ამზადებდა. პრინცის ღვინომ იმდროინდელ საქართველოსა და ევროპაში განსაკუთრებით გაითქვა სახელი. მიურატი ქართველობას ხიბლავდა თავისი თავმდაბლობით და უბრალოებით. იგი გლეხებთან ერთად დღე-დაღამ ბარავდა, თოხნიდა და მოსავალს უვლიდა. მათთან ერთად ნადირობდა. ყველანაირად ცდილობდა დაბალი ფენის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, აარსებდა სკოლებს და აფთიაქებს, გახავდა გზები, უხვად აჯილდოებდა ღარიბ ოჯახებს. აშილ მიურატს ზუგდიდში ჰქონდა კანცელარია, ჰყავდა საქმეთა მმართველი, ინტენდანტი. პირველ ხანებში ეს თანამდებობა ეკავა ფრანგ კლოდ რიბოს, შემდეგ ფრანგ კრუბანს, უფრო მოგვიანებით ადგილობრივ აზნაურს მიხა დარასელიას. პრინც მათი ხელშეწყობით უწყვეტი კონტაქტები და მიმოწერა ჰქონდა საფრანგეთთან. აშილ მიურატი საქართველოში თითქოს მშვენივრად მოეწყო და თავს ლაღად გზნობდა, მაგრამ როგორც ჩანს, დიდებულ ფრანგს ნოსტალგია არ ასვენებდა. დაკარგული ძალაუფლება და ქონება ხშირი დეპრესიების საბაბი იყო და აი 1895 წელს მისი თვითმკვლელობის ამბავი მთელ საქართველოს მოედო. ხალხში ხმა დაირხა, თითქოს სალომეს ბანკში ზუგდიდის წაბლისხის 24 ოთახიანი სასახლე დაუზღვევია. ავეჯი გამოუტანია და სასახლე ცეცხლისთვის მიუცია. ცნობა ამის შესახებ გაზეთებში გაიპარა, რაც თავმოყარე პრინცმა ვერ აიტანა და ღირსება შელახულმა სამშობლოდან შორს სოფელ ჭკადუაში თავი მოიკლა. ოფიციალური ვერსიით აშილ მიურატი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. პრინცის დაკრძალვა საქართველოში საერთო სახალხო
საცხო გლოვად იქცა. მის განსვენებას ესწრებოდნენ გრაფი ალექსანდრე ოლდენბურგი, გურია სამეგრელოს მღვდელმთავარი გრიგოლი, ორწყინვალესი თავადი ნიკო დადიანი, თბილისის გუბერნატორი, აშილის ძმა, პრინცი იოახიმ მეურატი, ზუგდიდის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი, წარჩინებული თავადაზნაურობა, ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელენი ვაჭრები და სხვანი. გამოსამშვიდობებელი სიტყვა კათოლიკე პადრემ ალექსანდრე ვერმიშევმა წარმოსთქვა. სიტყვაში ნათლად გამოიკვეთა პრინც აშილის როგორც პიროვნული თვისებები, ასევე მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელობა. პადრემ ბრძანა: მე როგორც ერთ შვილთაგანს კავკასიისა ზნეობრივი ვალი მაქვს უკანასკნელი გამოთხოვების წამს გითხრათ ორიოდე გულწრფელი სიტყვა, რადგან შენ დიდი ღვაწლი მიგიძღვის კავკასიის ერთი კუთხის სამეგრელოსადმი. არ შეუდგები იმის განხილვას თუ როგორი წარჩინებული იყვნენ შენი წინაპარნი, რადგან ეს ვინც ცოტაოდენ მაინც იცის საფრანგეთის ისტორია ძალიან კარგად უწყის. არც შევეხები თუ როგორი ოჯახის კაცი იყავი, ესეც კარგად იცის ყველამ. ვინც კი დაახლოებით გიცნობდა, მე მსურს საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმ დარგს, იმ ნაწილს შენი მოღვაწეობისას, რომელიც სასარგებლობა და აყოფიერი იყო ჩვენის ქვეყნისთვის. 17 წელი დაყავი შენ სამეგრელოში და ამ ხნის განმავლობაში 1 საათიც არ გაგიცდენია უსაქმოდ. როგორც უბრალო მუშა, შენ გამოდიოდი სამუშაო, თვითონ ბარავდი, ხნავდი და ხრგავდი და იმისათვის კი არა რომ შენ არ შეგეძლო საჭირო მუშების დაქირავება, არამედ ამით გსურდა ჩვენის ხალხისათვის გეჩვენებინა კარგი მაგალითი, გესწავლებინა თუ როგორ უნდა ცხოვრება. მართლაც ბევრმა წაგბაძა და მიჰყო ხელი მუშაობას. აი ეს ადგილები, რომელსაც ჩვენ თვალწინ ხედავთ, რამდენიმე წლის წინათ მოფენილი ბუჩქნარითა, წნორითა და ტყითა. დღეს აქ გაშენებულნი არიან ვაზის პლანტაციები. შენმა დაუცხრომელმა მხნეობამ, დაუღალავმა შრომამ, ბუჩქნარები ნაყოფის მომცემ ზრებად აქცია. ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია შენის მოღვაწეობისა. მიუხედავად იმისა, რომ განათლებულს დასავლეთ ევროპას ჩვენ გვაშორებს უძირო ზღვანი, ზამთარ ზაფხულობით თოვლით მოსილნით მთები, შენ გსურდა სამეგრელოსა და ევროპის შუა გაგეკეთებინა ხიდი, გაგება შემაერთებელი ძაფი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვეძლებოდა დასავლეთ ევროპის გაცნობა. მის და წახედვით ჩვენც დაგვეწყო მუშაობა და მიგვეღო სწავლა განათლება. ეს სურვილი ცოტაოდენ კიდეც მოიყვანე აღსრულებაში. ახლა საფრანგეთი კარგად იცნობს სამეგრელოს და ჩვენ ვიცით თუ როგორი განათლებული და შრომის მოყვარე ქვეყანა არის საფრანგეთი. ვინ იცის რომ დაგცლო და შენი განზრახვა სრულად განგეხორციელებინა, მაგრამ უდროოდ მოშორდი ამ ქვეყანას და საგანს სავსებით ვერ მიაღწიე. პრინცი აშილი იქვე ჭკადუაშის დაუმთავრებელი კათოლიკური ეკლესიის ეზოში საგანგებოდ მოწყობილ აკლდამაში დაკრძალეს. აშილ მეურატის საფლავი ეკლესიის გვერდითაა ირგვლივ ლურჯი ჰორტენზია ყვავის ჩიტის ბუდეებით. მის წინ თვალუწვდენელი ჰორიზონტი იშლება. პრინცის ქვრივი ხშირად დადის იქ სალოცავად. წერდა მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრანგი მწერალი და პოეტესა ქალბატონი დუშეს დე როანი. საფლავს პრინცივით ტრაგიკული ბედი ეწია. ჯერ დაიწვა. საბჭოთა პერიოდში კი გაიძარცვა. 1964 წელს აქ ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი მარმარილოს სარკოფაგი. თუმცა 1975 წელს ისტორიული რელიკვია ქალაქის აღმასკომმა გაუგებარი მიზეზით შეცვალა ყოვლად უსახური უზარმაზარი ქვის ლოდით. მეუღლის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ სალომემ სამშობლოზე გული აიცურვა და პარიზში გადასახლდა. 1913 წლის ივლისში პარიზში სამეგრელოს მთავრის ერთდროს ულამაზესი ქალიშვილი სალომე დადიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ამბავმა უხმაუროდ ჩაიარა. არც ნეკროლოგი, არც სამძიმარი, ქართულ პრესას წუხილი არც ერთი სიტყვით არ გამოუხატავს. ასეთია დადიანების ოჯახის იმ წარმომადგენელთა ისტორია, რომელთაც ჩვენ დაგვიტოვეს არქიტექტურული კომპლექსი, ულამაზესი ბოტანიკური ბაღი, იმ სახით, რა სახითაც დღეს ის ჩვენ გვაქვს. დიახ, სწორედ ამ ადამიანების ღვაწლის, ამ ადამიანების შრომის, ამ ადამიანების განცდების და ამ ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი გაგაცანით. გაგაცანით, იმიტომ რომ ვფიქრობ, უკანასკნელი პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანებს, იმ თაობას, რომელთაც ააშენეს და გააშენეს ბოტანიკური ბაღი და სასახლეთა კომპლექსი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალაქი ზუგდიდი. დიახ, სწორედ დავით დადიანმა ჩაუყარა საფუძველი ქალაქის მშენებლობას ზუგდიდში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს სამეგრელოსში ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური ქალაქი დაარსებულია სწორედ რომ აქ. დიდი მადლობა მათ, ნათელი მათსულებს, ჩვენ კი გემშვიდობებით.
შემდეგ გადაცემებში ვისაუბრებთ იმ ისტორიებზე, რომელიც მრავლად არის მუზეუმში შემონახული და იმ ექსპონატებზე, რომელიც ჩვენი ეროვნული საგანძურის ნაწილია. მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას? ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.